ჩვენთან ერთად არის დევიდ მაკილინა, ჩრდილოეთ ირლანდიის ყოფილი პარლამენტარი და ისრაელის მეგობართა გაერთიანების დამფუძნებელი, DUP-ში. მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდით. ამჟამად ევროპის ბევრი ქვეყანა ებრაელ მოქალაქეებზე ანტისემიტური თავდასხმების ზრდის შესახებ იუწყება. როგორია თქვენი შეხედულება ჩრდილოეთ ირლანდიაში ანტისემიტიზმის მიმდინარე გამოწვევებზე? კარგი, სარამოფშვიდობისა ბიანკა, მადლობა რომ პრესი მიმიწვიეთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სრულიად ვგმობ იმას, რაც კადრებში ნახეთ. ეს არ არის ის ჩრდილოეთ ირლანდია, სადაც მე გავიზარდე. ის ჩრდილოეთ ირლანდია, რომელსაც დღემდე სიამაყით უწოდებ ჩემს სახლს. ეს იყო საზიზღარი, საძაგელი თავდასხმა ორ ჟურნალისტზე და მინდა ჯონათანსა და ნადავს ყველაფერი საუკეთესო უსურვო. და იმედი მაქვს, რომ ისინი ჩრდილოეთ ირლანდიაში ნანახ კარგ რამეებს გაიხსენებენ. და ამ საძაგელი თავდასხმით არ განსაზღვრავენ ამ ადგილს. მაგრამ თქვენს კითხვაზე პირდაპირ რომ დიპასუხოთ, ვფიქრობ, აქ ორი საკითხია: ისტორიული კონტექსტი და ასევე არის ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი მოვლენები, რაც ჩვენ ვიფილეთ. ისტორიული კონტექსტი ისაა, რომ ცხადია ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული კონფლიქტის, ეგრეთ წოდებულ პრობლემების პერიოდში, რომელიც 60-იანი წლებიდან 1998 წლამდე გაგრძელდა, შეიქმნა ალიანსები ირლანდიის რესპუბლიკური არმიასა და საკმაოდ სუსტი ჯგუფებს შორის. მათ შორის ერთ-ერთი იყო პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, მაგრამ ისინი ასევე თანამშრომლობდნენ ეტასთან, კოლუმბიაში ფარკის მეამბოხეებთან. და დღესაც კი შინ ფეინი, მათ როგორც თავად უწოდებენ, ახლო აღმოსავლეთის განყოფილებას დღემდე საკმაოდ სუსტი კავშირები აქვს. მე თვითონ ყოფილვარ ამის მოწმე. ვიჯექი ოთახებში რამალაში, სადაც შინ ფეინის პოლიტიკოსებსა და იქ მყოფ ზოგიერთ წარმომადგენელს შორის ძალიან ახლო ურთიერთობა იყო. ასე რომ, ეს არის ისტორიული კონტექსტი. რაც ბოლო დროს მოხდა, ჩემი აზრით, ბევრად უფრო შემაშფოთებელია. ფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის მოვლენების ფონზე და ეს მხოლოდ ირლანდიასთან გაერთიანებულ სამეფოს არ ეხება, ეს მთელ ევროპაში ხდება. სადაც პოლიტიკის ცენტრში თითქოს გოლემი იქმნება, სადაც ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც აგრე ძირითადად აგნოსტიკურად იყვნენ განწყობილნი ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მიმართ, საკმაოდ აქტიურები გახდნენ მათი სოციალური მედიის. ფიდების სავსეა, ტანჯული ბავშვების ფოტოებით და იქ და ყველა იმ რამით, რაც მთელ მსოფლიოში გავწოდა, რაც ჩვენ ნახეთ. მათგან ბევრი, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ სრულიად არასწორია. და გამოგონილია ბევრი ჯგუფის მიერ ღაზას სექტორში. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც, ჩემი აზრით, ეხლა იწყებენ ჩვენთვის შეშფოთების გამოწვევას ევროპაში. და სამწუხაროდ ისინი ეხლა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე უკვე იწყებს დღის სინათლეზე განოსვლას მათ თვალწინ, მათ თავიანთი სოციალური მედიის არხები იმდენად გაავსეს ამ პროპაგანდით, რომელიც გაზადან მოდის, რომ უბრალოდ აღარ იციან როგორ დაბრუნდნენ უკან. და ვფიქრობ, ეხლა ვიცდებთ იმის დანახვას, როგორ ვლინდება ეს ქუჩებში. დიახ, მინდა ამაზე ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბრო. რადგან მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა როგორც ჩანს, საკმაოდ იზოლირებული შემთხვევა იყო. რას ამბობს ეს ბელფასტში არსებულ უფრო ფართო ადგილობრივ ატმოსფეროზე, მაგრამ ასევე მთლიანად ჩრდილოეთ ირლანდიაზეც. დიახ, ანუ ნახეთ, ვფიქრობ პირველ რიგში და ძალიან მადლობელი ვარ, რომ თქვენი კოლეგები კვლავ აჩვენებენ ვიდეოს, რადგან ისევე როგორც ამ საზიზღარის სისასტიკის აქტს, პარმენისგანაც ვფიქრობ, დიდი სიკეთე დავინახეთ და ცდილობდა თქვენს კოლეგას დახმარებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იყო. თქვენ ხართ მედიას საშუალება, რომელიც ამბავს ორივე მხარეს აჩვენებს და განსხვავებით ზოგიერთი სხვა ბრიტანული მედიისგან, ამიტომ იცით, ამისთვის გიფასებთ, მაგრამ ნახეთ, რეალობა ისაა, რომ აშკარა პრობლემაა, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს იზოლირებული პრობლემაა ბიანკა და რეალობა ისაა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ყველა ადგილს შორის ყველაზე კარგად იცნობს განსხვავებას მსხვერპლსა და ტერორისტს შორის. კარგი, ასე რომ იცით, ჩვენ ეს რთული გზით ვისწავლეთ და იცით, როცა ჩრდილოეთ ირლანდიის საზოგადოებას გადახედავთ, ვითხოვდი, რომ როცა ამას მთელი გაერთიანებული სამეფოს კონტექსტში უყურებთ, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ბევრად მეტი მხარდამჭერია ისრაელის ჩრდილოეთ ირლანდიაში, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს სხვა ბევრ ნაწილში და განსაკუთრებით თუ ევროპის ფარგლებს გარეთ შევხედავთ. და ეს აშკარად ჩანს, თუ ქუჩებში გაივლით, ნახავთ ისრაელის დროშებს განათების ბოძებზე. თუ ბევრ ეკლესიაში შეხვალთ, ძალიან დადებითად ისაუბრებენ ისრაელზე.
და ვფიქრობ ის რაღაცა, რაც ჩვენც უნდა დამოვაჩინოთ, უნდა მივაქციოთ უგადრება. მართალია. და ასევე შეხვდებით ადგილებს, სადაც პალესტინის დროშები ფრიალებს. და ირონიულად, სულ რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ჟურნალისტი ტრაგიკულად მოკლეს რესპუბლიკელების ტერიტორიაზე ირლანდიელმა რესპუბლიკელებმა. ის იყო 29 წლის გოგონა, სახელად ლირა მაკკი. და როდესაც იმ ტერიტორიას შეხედავთ, სადაც ის მოკლეს, ყველა ბოძე პალესტინის დროშები ფრიალებდა. ასე რომ, იცით, ეს ორი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ეს ძალადობა და რესპუბლიკელები, რომლებიც უბრალოდ ვერ მიხვდნენ, რომ მათ გარშემო სოფლიო შესანიშნავია. და იმ ისრაელელებისთვის, ანუ თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, რომ არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ იმ ისრაელელებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპაში მოგზაურობის ეშინიათ ანტისემიტიზმის ზრდის გამო, რას ეტყოდით მათ? პირველ რიგში ვიკოდი რომ მესმის, ნამდვილად მესმის და განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავ ისეთ სცენებს, როგორც ბელფასტში მოხდა და რაც სხვა ადგილებშიც მომხდარა. სულად მესმის, რატო შეიძლება ისრაელის ხალხს ასე გზნობდეს თავი, თუმცა ნება მომეცით პირდაპირ მივმართო მათ. 7 ოქტომბერს თქვენ იყავით მსხვერპლი. თქვენ არ იყავით დამნაშავე, თქვენ იყავით მსხვერპლი და თქვენ გქონდათ სრული უფლება გაგეცვათ თავი ამ საზარელი თავდასხმისგან, რომელიც თქვენს მიწაზე მოხდა. ესა მე ბუწფელად ნამდვილად მჯერა, რომ ყველაზე გონივლად მოაზროვნე ადამიანები ამას ხვდებიან და ესმით რა მოხდა. და იცით, მე ვთხოვდი თქვენს ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს, რომ ცოტა იმედი გქონდეთ, რადგან სოციალური მედიის სამყარო და რეალური სამყარო ზუსტად ერთი და იგივე არ არის. ეხლა სამწუხაროდ ბელფასტში და იმ ამბებში, რაც თქვენ ნახეთ, სოციალური მედიის სამყაროს ნაწილი რეალურ სამყაროში გადმოიღვარა. მაგრამ შემიძლია დავარწმუნოთ თქვენი ყველა მაყურებელი, რომ განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ეს არის ღია და სტუმართმოყვარე ადგილი ყველასთვის. და რა თქმა უნდა, თუ ჟურნალისტებს და თქვენს ოპერატორს დაბრუნება მოუნდებათ, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. პირადად მოვატარო ისინი ბელფასტში და ვაჩვენო ის ადგილები, რაც შეიძლება არ უნახავთ. მაგრამ იცით, გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად გეტყვით, რომ ჩვენ 100%-ით იჯერთ ხარს. და გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ იმ მცირე ჯგუფის გამო, რომლებიც ძალიან ბრმები არიან იმისთვის, რომ დაინახონ რა ხდება სინამდვილეში. კარგი, დევიდ მაკელვინი, დიდი მადლობა, რომ მოხვედით და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება.